30 აგვისტოს ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება მეშახტის დღე. ტყიბულელმა მეშახტეებმაც ლევანდელი 8 თვის დავალება გადაჭარბებით შეასრულეს. მიღებულია 1,177,000 მანეთის მოგება. მნიშვნელოვნად გაიზარდა მატერიალური სტიმულირების ფონდების გამოყენების შესაძლებლობები. წარმატებებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ახალი ტექნიკის დანერგვას. ლენინისა და მინდელის სახელობის შახტების ცალკეულ უბნებზე ამოქმედდა საგანგებო დანიშნულების მექანიზებული კომპლექსები. საგრძნობლად შემსუბუქდა მეშახტეების შრომა. იგი უფრო ეკონომიური და უსაფრთხო გახდა. ამაღლდა შრომის ნაყოფიერება. მიუხედავად იმისა, რომ მესამე შახტელებს მეტად რთულ გეოლოგიურ პირობებში უხდებათ ქვანახშირის მოპოვება, მათ მაინც გადაჭარბებით შეასრულეს ლევანდელი 8 თვის დავალება. გამოანგრიეს 87,000 ტონაზე მეტი ქვანახშირი. რიტმულად მუშაობენ მეორე, მესამე და მეხუთე უბნები, რომელთაც სათავეში უდგანან გულადი გაზდელიანი, ვაჟა ბოლქვაძე და შაქრო გუდაბაძე. მეშახტეებს კარგად ესმით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მათ პროდუქციას რუსთაველი მეტალურგებისათვის. ისიც კარგადაა ცნობილი, რომ მადნის მარაგი თანდათან ილევა. ამიტომ ცდილობენ არ დაკარგონ არც 1 კილოგრამი ქვანახშირი და მიწოდების გეგმა პირნათლად შეასრულონ. ტრესტ-კავკას ელექტროქსელმშენის კოლექტივი განაგრძობს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენის სამუშაოებს. გთავაზობთ ჩვენი კორესპონდენტის ეთერ ჭიჭინაზის რეპორტაჟს. ვერტფრენი ნელ-ნელა იღებს სიმაღლეს და პეპელასავით მიფარფატებს ხეობას.